მოკლედ, დღეს ვიქნება ხალხო ინტერვიუ Power-თან. სახელი გამახსენე? საბასთან. რომელმაც ერთ თვეში გააკეთა $10,000 და მანამდე კიდევ ჰქონდა ბევრი payout-ი, ზუსტად არ დამითვლია, რამდენი იყო. აი, გაჩვენებთ ახლა მაინც ცნობისთვის. ეს ხვისი payout-ებია, რამდენიათო. ეს არის მისი ბოლო payout-ი. ბოლოს 22 აპრილსაც ჰქონდა, სანამ top student-ი გახდებოდა, კიდევ top student-ი რო გახდა მაგის მერე. მანამდე კიდევ სად იყო ის? მანამდე ქონდა კიდევ აი ეგ ვიდეო და ბლა ბლა. ეს ვიდეო, ხო? აი აქ. დაბლა. მანამდე მეც მუსიკა არ და კოპირაიტი არ დამეტოს. აი, ბოლო კიდევ ერთ payout მანამდე 3000, რამდენი მოითხოვე? $3,114 მოითხოვე ერთი აკაუნტიდან, მეორე აკაუნტიდანაც უნდა მოითხოვა, მაგრამ ეკრანი რო დიდი აქვს უმტყუნვა და $1,000 მაგივრად $100 გამოიტანა. დავიკიდოთ. აი ეს გამილაზარ ესე იგი. ხო. სამწუხაროა, რომ თითი გაიქცა კლავიატურას. ეგ არაფერი. ეგ არაფერი. მე ორნახევარი გამოვაგდო მაგის მერე გაბრაზებულზე. მოკლედ, ბოლო ერთვის განმავლობაში აქვს $10,000 გაკეთებული და ჯერ მეტი მე მგონი და დღეს გვექნება მასთან ინტერვიუ, კითხავს თუ აქამდე როგორ მოვიდა 6 თვეში, რომ 1 თვეში $10,000 აკეთებს რა. მანამდე ერთი კითხვა მაქვს თქვენთან ჩატში ხალხო პლუსი ან მინუსი რო დაწეროთ. როგ გითხრას ვიღაცამ, რომ 6 თვეში შენ პოტენცია გაქვს, პოტენცია კი არა, პოტენციალი რა, პოტენციალი გაქვს, რომ ახვალ ამ დონეზე რა, რომ 1 თვეში $10,000 გაკეთება შეიძლება. ოღონდ არ გეუბნება არავინ რომ მაგას უეჭველი იზამ. შეიძლება ვერ ქნა, მაგრამ მაგ რისკზე უნდა წახვიდე. წახვიდოთ თუ არა? პლუსან მინუს დაწერეთ. წახვიდოთ თუ არა? ახვიდოდით. 1 წელში აუცილებლად. აი 5 წელიწადში? კაი, უკვე იტყვებით. მინუსები წამოვიდა. რაღაც მინუსები წამოვიდა. კაი, მოდი დავიწყო. მოკლედ, საბა. მოდი ახლა შენ გველაპარაკე, საერთოდ ტრეიდინგზე საიდან გაიგე, საიდან მოხვედი და როგორ მოხვედი ჩვენამდე. ამით დაიწყე მოდი. მოგესალმებით ყველას. მე მქვია საბა. საღამოშვიდობისა პირველ რიგში. მიხარია რომ აქ მეძლევა საშუალება რომ ჩემი გამოცდილება და გავლილი გზა გაგიზიაროთ. სანამ საუბარს დავიწყებდი, იქამდე ბიჭებს მინდა უღრმესი მადლობა გადავხადო ამ community შექმნისთვის, ბის, სანჯის და პაწოს. ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალეთ და მათ შორის ჩემიც. თქვენზე მე კიდევ ვისაუბრებ ამ ინტერვიუს განმავლობაში. მხოლოდ ამით არ შემოიფარგლები. რაც შეეხება ჩემს თავგადასავალს, დაიწყო რამდენიმე თვის წინ, როდესაც დავინტერესდი, ყოველთვის მაინტერესებდა ინვესტიციები და ვთვლიდი რომ დავუშვათ ბანკში რაღაცა ელემენტარული ბანკში ფულის შენახვის მაგივრად რაღაც ინვესტიციები გამეკეთა სამომავლოდ. ესე გავიგე day trading-ის შესახებ, უკვე მე Instagram-ზეც მხვდებოდა რაღაც პოსტები, იქიდან ვიღაცები ICT-ით რო ვაჭრობდნენ, პროფირმები და ასე შემდეგ და აღმოჩნდი ამ community-ში Discord-ზე ეგრევე, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ და ისე მიხარია რომ ამ ადგილას მოხვდი და ძალიან გამიმართლა მაგაში, ზუსტად ვიცი. რამდენიმე წუთი დამჭირდა სულ, როდესაც ამ Discord-ში შემოვედი, რომ გამიანერძებინა, რომ ძალიან მაგარ ადგილას მოხვდი და ზუსტად ეს იყო ის ადგილი, სადაც იმ სწორ ინფორმაციას მივიღებდი, რაც მჭირდებოდა აუცილებლად. ბის მივწერე და კურსზე დავრეგისტრირდი და მაშინ თხოვე მახსოვს რომ მეთქი თუ რამე კლასგარეშე ინფორმაციაზე გაქვს ცდომა თქვენ, იმიტომ რომ ჩემთვის ჯერ საერთოდ არაფერი არ გამიკეთებია, არაფერი არ მიმეცადია, საერთოდ პირდაპირ გადავწყვიტე რომ კურსზე გამევლო. და ბის მაშინ მივწერე რომ მეთქი თუ რამეზე კლასგარეშე შეგიძლია ცდომა მომცე, იქნებ სანამ კურსი დაიწყება, იქამდე მომცე თქვენ, იმიტომ რომ 3 კვირა იყო, მაგამდე კიდევ 3 კურსს დავიწყებდით. ხო და ბი მეუბნება რომ არ გინდა იქ კურს რო გავილიო, მე უკმაყოფილო ნახდა დაადარჩებიო. ნუ პრინციპში ეგრეც იყო კი, მაგრამ მირჩია რომ ICT-ის playlist-ის მეყურებინა რა. მენტორ
mentorship-ისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო და ანუ რისი თქმა მინდა ამის. ანუ სულ ნულიდან დაიწყე. ხო, სულ ნულიდან დავიწყე, აქ რა მოვედი. კი. ძალიან მაგარია. ხაზი მინდა გავუსვა იმ მონდომებას მინდა ხაზი გავუსვა, რაც გამაჩნდა რა და ინტერესი. ანუ 3 კვირით ადრე მთლიანი ICT-ის playlist-ი ნანახი მქონდა. Core mentorship-ი, market maker-ი და 2022 და დანაუთებული მქონდა. ამ დანაუთებულსაც მე მოგვიანებით მიუდგები. ეხლა ვისაუბრებ, ანუ ნებისმიერ შეუძლია ჩემი აზრით, რომ მხოლოდ კურსით და მხოლოდ ICT-ის ყურებით პროგრესი იქონიოს რა, მაგრამ რატომ არის აი BIS mentorship-ი ძალიან კარგი? იმიტომ რომ თვითონ ამ მაიკლის კურსზე არის უამრავი ინფორმაცია. რამდენიმე ალბათ 100 საათი ინფორმაცია არის. ის, რაც BIS თავის mentorship-ში აქვს, ძალიან გაფილტრული და შემოკლებული რა. ზოგადად ტრეიდინგზე, ანუ ყველას გეცოდინებათ, რომ უამრავი მასალა არის ინტერნეტში და ძალიან რთული არის გაიგო რა არის სწორი, რა არის ჩემთვის გამოსადეგარი და რა არის ღირებული. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ხო აი ძალიან რთული მომენტი არის რა და BIS აი ზუსტად ის აქვს ყველაფერი ამ კურსში, რაც აი აბსოლუტურად ადანხმდე საჭირო არის რა, არც მეტი და არც ნაკლები. ხო და მას შემდეგ რაც კურსი გავიარე, რავი პარალელურად ბექტესტის დავიწყე, ცოტა შეიძლება ადრეს მომევიდა, მაგრამ ბექტესტს მივაქციე, ჩემი ბექტესტს მივაქციე ძალიან დიდი ყურადღება და ალბათ მაგისი დამსახურებას არის, რომ ესე ცოტა გავიქაჩე რა. აი, მე ხალხს მე მგონია რომ უფრო აინტერესებს თავიდან ჯერ სანამ ბექტესტზე რაღაცებზე მივალთ რა. შენ რო სულ 0-დან დაიწყე, ყველაზე რთული რა იყო და ეგ სირთულე როგორ გადაალახე, ეგეც უთხარი რა. ხო, რთული იყო იდეაში ტრეიდის გახსნა, მე შინოდა ძალიან ტრეიდების გახსნა. მაგრამ აი ეგეც იყო, რომ იმ ძალიან ხანმოკლე პერიოდში მომიწია ამ ყველაფრის გავლა რა, რეალურად მე რო კურსზე დავასრულე. მე ეგრევე BIS-თან გავწერვიანდი ლაივზე, სადაც მივიღე აი კოლოსალური ინფორმაცია. ინფორმაციის ისეთი კარგი ნაკადი წამოვიდა, რომ აი არ ვიცი რა. მით უმეტეს იქ პაწო დამხვდა, რომელიც არის თავის საქმის აი ოსტატი პროფესიონალი, რომელიც აი მეგობრებო ის რაც BIS აქვს live trading-ი არის, ეს მარტო live-ი არ არის, ეს ეგრეთ ვთვლი, ეს მარტო live-ი არ არის, ეს არის თითოეული live trading-ი არის თითოეული ლექცია და თითოეული master-class-ი. ხო და ძალიან გამიმართლა რომ ეგრევე მანდ მოხვდი და აი ჩვევები რაც გამივითარდა პაწოს ტრეიდინგიდან გამომდინარე, BIS ტრეიდინგიდან და სანჯის ტრეიდინგიდან გამომდინარე. თავიდანვე კი მე შინოდა ტრეიდების სწორი ტრეიდების გახსნას, მართალია იქ მარკეტის კარგი კონდიციას დამხვდა და მაგან ძალიან შემიწყო თავიდან ხელი, ცოტა გამართლებაც იყო ეს ჩემ მონდომებასთან ერთად. გაფანდვაც და pay-off-ის გაკეთებაც რა. მერე პრობლემები მერე წამოვიდა. მერე წამოვიდა პრობლემები, როდესაც ცუდი კონდიცია დაიწყო მარკეტის. ეხლა მაგას მინდა საუბარი რა. მარკეტის ცუდი კონდიცია რო დაიწყო, აი მანდ უკვე ჩემი მენტალური მდგომარეობა მაგისთვის არ იყო მზად, იმიტომ რომ თავიდან ძალიან გამიმართლა, თქვენ ხელში რო ჩავარდი ასე რომ ვთქვათ და პირველი pay-out-იც აი ვერც კი გავიგე, რაღაც ის არ მქონია რა, რომ აი ღმერთო რა რთულია რაღაც, ეგ მომენტი არ მქონია. აი ცუდი კონდიცია რო დაიწყო, მანდ უკვე ვერ გავუძელი რა და დღემდე პრინციპში მაგ იმას ვებძვი რა და ვალაგებ ჩემთვის. რომ revenge trading-ი, over trading-ი, gambling-ი მქონდა ეს მომენტი და გამოვიარე. არაერთი ფანდედი ჩავწვი მაგის გამო და რა ვიცი, ყოველდღე მუშაობ მაგაზე რომ გამოვასწორო რა. იმიტომ რომ ჯერ კიდევ ვთვლი რომ ეს 6 თვე კი კარგია, კარგი ლექს მივაღწიე, მაგრამ არის კიდევ სამუშაო რა და მე ეგ მიხარია და მისწორდება რომ ვიცი რაზეც უნდა ვიმუშაო რა. ხო, რეალურად 6 თვეში ეს შედეგი არის აი არ ვიცი ხალხო, აი მენასასწაული არის რა. რომ შეიძლება ვიღაცას ეხა 2 თვეში, 1 თვეში, 3 თვეში 1000 დოლარი გაეკეთებინა რა, რაც power-მა ქნა, მაგრამ 6 თვეში რომ რამოდენიმე pay-out-ი გაქვს და 10000 დოლარს აკეთებ 1 თვეში, ხო? აი არ ვიცი, ძალიან მაგარი შედეგია. მე რო ეგ გამოცდილება მქონოდა, ეხლა ვაფშე სხვა დონეზე ვიქნებოდი რა. თავიდანვე რომ
6 თვის მერე სწავლის დაწყებიდან ამ დონეზე მოვსულიყავი. მე პირველი 1000 დოლარი ტრეიდინგის ბევრად დიდი ხანი დამჭირდა, ვიდრე ეხა ამას არ ვიცი. ძალიან მაგარი შედეგი არის. ვერც აღწერ ეხა თავიდან სანამ ლაივს დავიწყებდი, ვერ გავიაზრე უცებ 6 თვეში რა გააკეთა რა. მაგრამ აი, რავი, ძალიან ბიზნესის შედეგია, აი, ძალიან. ამას ვიტყვი, რომ შენი გავლილი გამოცდილება რაც გაქვს და ეგ რაც გადატანილი გაქვს შენ ვიდეოებში, მაგანვე ეს გზა ძალიან შემიმოკლა რა. იმიტომ რომ ის შენი trade recap-ები, ის შენი ანალიზები რაც გაქვს, მაგას აი რა ვიცი, შენ გამოცდილებას გადმოგცემ ჩვენ და ხო, კი, ეგ იასნა. ვიმოკლებ აი ამ ასე რომ ვთქვა ტანჯვა წამებას რა. ის შენ რა მასალაზეც გვაძლევ ჩვენ სტუდენტებს წვდომა არის დაუფასებელი. კაი. შეუფასებელი. რამდენი აკაუნტით გააკეთეო ესეთი კითხვა არის? ეგ 10000 დოლარი რა. რამდენი აკაუნტი? ანუ თავიდან აი კიდევ ერთხელ გავუსმა რომ გამიმართლა, კარგი კონდიცია იყო, ბიჭების ლაივზე აღმოჩნდი და ფაქტობრივად, ესე იგი 2 თუ მე-3 აქ ანგარიში იყო, როდესაც უკვე pay-out-ები გავაკეთე. 1-2 pay-out-ი გავაკეთე, ისე რომ აკაუნტი არ ჩამიწვავს და აი ცუდი კონდიცია რო დაიწყო, მას შემდეგ ვარ აი ამ ბრძოლაში, რომ აი გადავლახავ ფანდეთს, უბრალოდ devaluations, იქამდე 3 ანგარიშს ჩავწვავ, მაგრამ მე pay-out-ს ვაკეთებ და pay-out-ის მერე კი აი ძალიან რთული არის ჯერ კიდევ აი კიდევ ერთხელ მინდა ხაზს გავუსმო, ამ 6 თვეში კიდევ არის ბევრი რაღაც მომენტი, რისი დახვეწაც მინდა რა. დღემდე მიჭირს აკაუნტების შენარჩუნება, მაგრამ ამაზე ვმუშაობ. მიშა, შენ გექნება კითხვები მომზადებული. გისმენთ. მე დავასწრე ჯერ ბატონ საბას რო ისაუბროს ბოლომდე. პრინციპში რამოდენიმე კითხვა რაც მქონდა, რამოდენიმე კითხვაზე უკვე გასაპასუხე, ამიტომ ვასწრე ჯერ რო ისაუბროს და მე მინდა ანუ რა კიდევ აკაუნტების რაოდენობის იმაზე მინდა სწავლაბარი გავაკეთო რა. რომ არის იყო მომენტები, როდესაც ვყიდულობ evaluations გადამყავს pay-out-ი გამოვაქვს, მაგრამ არის მომენტები, რომ ფსიქოლოგიურად თუ მიჭირს დაუშვათ, შეიძლება რამდენიმე აკაუნტი ზედიზედ ჩავწვა, მე pay-out-ი გავაკეთო და ისვანდედი მეორე დღეს ჩავწვა რა. იმიტომ რომ მაგ დროს მე რთვება ეს არ ვიცი ალბათ ყველა ადამიანის კოდში არის, რომ მეტი სურვილი გაქვს და აი ეხა რომ გუშინ pay-out-ი გავაკეთე, დღეს რატომ არ უნდა გავაკეთო 10 მაგდენი რა, ეს რაღაცა ეგოისტური ის მერთვება და მე ამ ფანტეზს ვკარგავ. მეც დღემდე მაქვს სამუშაო ამ ყველაფერზე, მაგრამ ვიცი როგორ უნდა გამოვასწორო. ხო, აბა ეხა 6 თვეში ფიზიკურად ყველაფერს ვერ ისწავლიდი რა. ანუ ყველაფერს ვერ ისწავლიდი კი არა, ანუ ყველა გამოცდილებას რაც კი შეიძლება გამოსცადო ვერ მიიღებდი რა, მაგრამ ამით შენ ის დაამტკიცე, რასაც მე ვამბობ ხოლმე, რომ არ არის აუცილებელი ტრეიდინგში იდეალური იყო, რომ შენ ამ საქმეში ფული გააკეთო რა. მე მინდა ეხა შენ აქ ხალხს ესაუბრო, რა მაინდსეტი არის საჭირო, რა მიდგომა არის საჭირო, რომ წარმატებას მიაღწიო და რა მიდგომა გქონდა შენ, რომ აქამდე მოხვედი. მიდგომაში გულისხმობ, როგორც სწავლობდი, როგორც დროს უთმობდი ამ საქმეს ყველაფერი რა, მაგაზე გვესაუბრო. პირველ რიგში არის მონდომება, მეორე რიგში არის სწორი ინფორმაციის გაფილტრა. მონდომებას რაც შეეხება შენ რო მასალაზე წვდომა მომეცი, რაც ერთ თვეში უნდა გამევლო, მე უკვე სანამ მეორე ლექცია მოვიდოდა მენტორშიპის ხო, უკვე თელი ეს ერთი თვის მასალა 3ჯერ მქონდა ნანახი. რაც მნიშვნელოვანი იყო, 5ჯერ მქონდა ნანახი. ჩარტზე გადამქონდა უკვე და 2 კვირის დაწყებული მქონდა, როდესაც უკვე ბექ ტესტი დავიწყე. მიხდი, ანუ მონდომებაზე იყო. თან ეს პერიოდი არ არის, რომ მე დრო ესე ამდენი არ მქონია, იმიტომ რომ ის პერიოდი იყო, რომ საზღვარგარეთ გადავედი, იქაც ახალი მუშაობა დაწყებული მქონდა და იმისთვისაც უნდა მომიქცე ყურადღება, მაგრამ აქ იმდენად მქონდა ინტერესი უპირველეს ყოვლისა რა. მაგაზეც მინდა ხაზი გავუსვა, რომ კი რთული წარმოსადგენია ხა შეიძლება რას ვთქვა, მაგრამ თანხაზე მეტად ცოტა ინტერესი უფრო მეტი უნდა გქონდეთ, რომ რაღაცა შედეგს თავიდან მიაღწიოთ რა. მე რამდენჯერაც თანხაზე გავაკეთე აქცენტი, იმდენჯერ დავკარგე აკაუნტი. და ხო, ეგრე არის რა, მერთვება ეს ეგოისტური მიდგომები და ვკარგავ ანგარიშებს. ამიტომ თანხაზე მეტად მონდომება დააყენეთ პირველ რიგში. მე ესე ვფიქრობ. იმაზე რას გვეტყვი? აი, როგორ სწავლობდი, როგორ ანაუთებდი და ვაფშე
როგორ სწავლობდი კარგად რა? ეგ გითხარი. კი, ხო. თავიდან სანამ შენ კურსს გავივლით, როგორც თქვი, ICT-ს უყურებდი და ვანაუთებდი, ვცდილობდი ჩემთვის მნიშვნელოვანი რაც იყო ეგენი ამომეწერა, სხვათა შორის მაგათაც მინახავს გავსვა, რომ შენ კურსი რაც გავიარე და რაზეც იძახდით, რომ აი всё ამოიწერეთ და ჩაინიშნეთ, ეგ ყველაფერი სხვათა შორის ქონდა ამოწერილი რა. და ეგ გამისწორდა, რომ ესე იგი მეც შემიძლია სწორი ინფორმაციის ამოკითხვა და გადავწყვიტო რა არის სწორი და გაფილტრა ჩემთვის ჟურნალში. გაფილტრა, ხო. ეგ ძალიან გამისწორდა მე ჩემ თავზე რა. და ხო, ეგ მომენტი იყო კი. აჰა. აი, ილაპარაკის კი იკითხეს, რომ აი ფსიქოლოგიური პრობლემები როგორ გადალახეო რა. მაგრამ ანუ ხო, შენი აზრით რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ აი ადამიანს აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები ტრეიდინგში რა. ანუ revenge trading-ს ვერანებებს თავს, ანუ შენ კიდე შეიძლება ხანდახან გაქიგ რა, მაგრამ ხალხი არის რომ ყოველდღე სისტემატურად აქვს ეგ, ხო? აი როგორ შეუძლია ადამიანს ეგ რა ზოგადად ფსიქოლოგიური პრობლემა მოიგონოს ტრეიდინგში, თუ გინდ მოუთმენლობა, თუ გინდ revenge trading-ი, თუ გინდ რა ვიცი, დროზე ადრე შედის ტრეიდში, ეგეც მოუთმენლობაში გადის იდეა. შემოკლედ ეგ ზოგადად რა, თქვი. ჩემი აზრით ეს ყველაფერი პრობლემა იმასთან მიდის, რომ ადამიანს აქვს წაგების შიში. და ამ წაგებას უნდა შეეგუოს ალბათ რა და მაგის შემდეგ აღარ იქნება ეს პრობლემები, როგორც არის revenge trading-ი და over trading-ი რა. ეს ანუ ვთვლი რომ საიზის შემცირებით არის შესაძლებელი. და მით უმეტეს გზის დასაწყისში, ხო, შენი თავგადასავლის დასაწყისში წაგება ჩაულებრივი არის და უფრო მეტი წაგება გექნება ვიდრე მოგება. და როდესაც უკვე ვითარდები და ამ დროს პარალელურად შენ უკვე წაგებებს შეჩვეული ხარ, ხო? მე აღარ გინდება შენ რომ აიცი რა, აი მარკეტმა ფული წამართვა და მოდი მე ხა ეს ფული უნდა დავიბრუნო. აღარ გერთვება ის მომენტი რომ ეხა 100 წავაგე და მოდი ეხა გავზრდი ფსონს და 500 მოვიგებ. როდესაც შენ უკვე წაგებებს შეჩვეული იქნები, ეს არის ჩემი აზრით სწორი მიღმა. რაც შველის მე უკვე over trading-ს და gambling-საც. ტრეიდინგში აი ტრეიდ შესვლის შიში როგორ დაძლია? და წაგების შიში. ხო, ეგ მომენტი სხვათა შორის ისე მქონდა რომ live-ზე რო გავწეროინდი თქვენთან live-ზე შემოვდიოდი ტრეიდინგში და უკვე live-ზე მივეჩვიე ტრეიდების გახსნას. და მე უკვე ჩემით უკვე აღარ მეშინოდა ტრეიდების გახსნა. ხო, ეს შიშს რა სიტყვი რა, ანუ ეს როცა ადამიანს რაღაცა ნაბიჯის გადადგმის შიში აქვს, ტრეიდის გახსნის შიში აქვს, შეცდომის დაშვების შიში აქვს რა. ხო, აი რა უნდა გადაილახოს თვითონ პროცესით. აუცილებლად მაგას დრო ჭირდება და ეგ ერთ დღეში და ორ დღეში არ ხდება. კაი, თავდაჯერებულობაზე რა სიტყვია, რამდენად მნიშვნელოვანი თავდაჯერებულობა ტრეიდინგში? ხო, თავდაჯერებულობა ჩემი აზრით მნიშვნელოვანი არის, მაგრამ ზედმეტი თავდაჯერებულობაც არ უნდა იყოს რა. ეხლა ჩემთვის ზედმეტი თავდაჯერებულობას მქონია და მაქვს კიდევაც სამწუხაროდ payout-ების შემდეგ რა ისიც მერხება ხოლმე პროცესები და მაგრამ თავდაჯერებულობაც არ ვარგა, იმიტომ რომ მე უკვე ტრეიდებს იმაშვები რა, მასწავლას ასე ვთქვათ. ხო. და ეგ ძალიან ბევრი კითხვა არის სტრატეგია რა. რა სტრატეგიას იყენებ, როგორ უყურებ მარკეტს, რა სტრატეგიის არჩევა, როგორ ვიპოვო ჩემი თავი სტრატეგიაში, აი ამ კითხვას თუ შეგიძლია რომ უპასუხო. კი, თავიდან ანუ როდესაც ბექ-ტესტი დავიწყე ძალიან გამიჭირდა პირველი 2 კვირა, იმიტომ რომ არ ვიცოდი მე თვითონ რას ვაკეთებდი, რეალურად კი თეორიული მოწონა მქონდა, მაგრამ ნუ მე პატოს ვკითხე, შენ ვკითხე, სანჯის ვკითხე და ყველაზე ისეთი ოპტიმალური ვარიანტი რაც იყო, რაც ყველა მეუბნებოდა რომ 4 საათი, 15 წუთი და 1 წუთი. ამ იმაზე time frame-ზე შევჯერდი და ვცდილობ ყოველდღიურად დავინახო market maker მოდელები. აი ეს არის ჩემი სტრატეგია liquidity sweep-ი იდეაში, time frames ვცდილობ რომ აშევცვალო liquidity sweep-ი. liquidity აუცილებლად უნდა მქონდეს და ხოლმე აი სტანდარტულად რა market maker მოდელი არის ჩემი სტრატეგია. რა PDR-ებს იყენებ მარკეტზე ძირითადად? order block-ი, fair value gap-ი. პრინციპში ყველაზე ძირითადად ამ ორს რა სხვა რამე განსაკუთრებულს breaker block-ი სხვა რამე განსაკუთრებულს არ არა. ანუ ძალიან მარტივად ვუდგები მე. კაი, მაშინ მოდი ახლა შენ გითხარი, აღვიქწერე შენი ერთი სატრეიდო დღე. ანუ თლიანი დღე რა, გაიღვიძე. ადექი ფეხი დადე მიწაზე, მაგის მერე რა ხდება? სანამ იტრეიდებ.
ხო, სანამ ტრეიდით მივდივარ სამსახურში, მოვდივარ. შენ როგორც ურჩევ ადამიანებს, რომ სანამ მარკეტზე მთელი დღე ყურება არ არის საჭირო რა. მეც ზუსტად ეგრე მაგას ვცდილობ და სხვათა შორის ეგ კარგ შედეგს დებს რა. რომ მარკეტთან რომ მოდივარ კომპლექტთან ვждები, იქამდე 5-10 წუთით ადრე შევდივარ. ვუყურებ და ჩემთვის ვისახავ აი ესე paths, ასე რომ ვთქვათ, რა მინდა რომ მოხდეს, რომ მე ტრეიდში შევიდე. რა მინდა რომ რაღაც liquidity გაისვიპოს, მე როგორი displacement-ი მინდა და ერთ წუთიანზე ნუ ეხლა მთადეგეს paths არ ვიხაზავ, მაგრამ ხო რა 15 წუთიანამდე დავდივარ რომ რაღაც იმას ვიხაზავ ჩემთვის მონახაზს, რა მინდა რომ მოხდეს, რომ ტრეიდში შევიდე. ხო, ანუ გეგმას სახავ შენი სტრატეგიას, იმ დროს შეიძლება მოხდეს, რომ შენ ტრეიდი გახსნა რა. ხო, ანუ ეს არის რომ ანუ ესეც შემირჩევით არის რომ ანუ როდესაც იმ დონეზე მიხვალთ რომ აი გესწრებათ მარკეტზე რას დაელოდოთ, უბრალოდ საჭიროა რომ მარკეტზე მარტო იმ დროს დაждდეთ, რომ ეს თქვენი სათრიო დრო იყოს. იმის კითხვებში არ შეხედოთ მარკეტს რა. აი, რამდენად მნიშვნელოვანი არის შენი აზრით ნაკლები დროის გატარება მარკეტზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვიცი რომ ლონდონზეც დილა შუადღე საღამოს მარკეტს უყურებს და ყველადან ცდილობს რომ რაღაცა მოგიბანახოს ყველა სესიიდან რა. აი ეს რატო არის ცუდი? ან თუ კაია რატო არის კაი? ეს ბოლო პერიოდია სხვათა შორის აი მაგ პრობლემას ვებრზვი, ასე რომ ვთქვათ რა, იმიტომ რომ რაღაც ტრეიდს მოვიგებ და მე payout-ისთვის ესე ვაწურინებ, ასე რომ ვთქვათ, იმ $150, რაც უნდა გავაკეთო top step-ზე დავუშვათ, რომ მოვიგო, გამოვიტანო თანხა. ლონდონზეც მოკლედ ეს ჩარტ სანთლებს ლონდონზეც, ლამისა აზიაზეც, PM-ზეც უყურებ და ცუდად ისახება რა. დამღლელია, გამოფიტავია, მით უმეტეს როცა შენ ხარ ასე თუ ისე იცი ტრეიდინგი. ძალიან დამღლელი არის ყოველ წამს ჩარტის ყურება. იმიტომ რომ მე უკვე შენი მართლა სატრეიდო დრო რომ მოდის და კარგი სეტაპი შეიძლება ან გამოტოვო, ან უკვე ლონდონზე რაღაცა ცოტა ბოდიშან სისულელე ქენი და ტრეიდში შეხვედი. და უკვე შო აღარ გინდა ტრეიდი, ხო? მე უკვე შეიძლება რაღაც სამაგარი სეტაპი დაინახო და ოვერ ტრეიდინგისკენ წახვიდე და რავი, ანუ შეიძლება ძალიან სულად დამთორდეს ესე დიდი ხანი ჩარტზე ყოფნა. არ არის რეკომენდებული. მე ეს ვთვლი. ხო. აი რა სამი რაღაც რაც მნიშვნელოვანია ტრეიდინგში არის risk management-ი, ფსიქოლოგია და ტექნიკური ანალიზი რა. შენი ამ სამიდან რომელთან ქონდა ყველაზე დიდი პრობლემა? ყველაზე დიდი პრობლემა საინდა რომელი იყო? risk management-ი. risk management არის ყველაზე დიდი პრობლემა. იმიტომ რომ მაინც დავდივართ იქამდე over trading-ამდე. თავიდან რა თქმა უნდა ყველას ტექნიკური ანალიზის პრობლემა აქვს, იმიტომ რომ არ ვიცით რას ვაკეთებთ, ხო? ეგ ყველა გადის მაგას პირველ რიგში, მაგას გავდივართ. და ალბათ ბოლო ეტაპი არის risk management-ი, რომელიც გადასალახია წარმატებისკენ. კაი. მე რაზეც მწდება ხოლმე გული და ცოტა ბრაზდები ხოლმე რა. არის ის ხალხი, ვინც ცოდნას იღებს, მაგრამ ამ ცოდნის გამოყენება არ უნდა. არა და რო კითხო, აუ კი მინდა, აუ ტრეიდინგის სწავლა მინდა რა. აი მაგ ზარმაც ხალხზე, აი რას ეთქვი, მასე ზარმაც ხალხს, აი რა უნდა გააკეთონ. ანუ ზოგადად რამე გამოვა ცხოვრებაში? მონდომების გარეშე არაფერი არ გამოვა საერთოდ. არაფერი და გამდიდრებაზე არ უნდა იფიქროთ რა. საქმეზე ჯობია რომ იფიქრონ. და ინტერესი გაიღვივონ. როგორ risk management-ი გაქვს ეს აინტერესებს და უთხარ. კი. მაგაზეც გაგცეთ პასუხს, ან თავიდან live-ზე როცა ვიყავი, ცოტა მაღალი რის მქონდა, რა ქვია, ბევრს რისკავდი. იმიტომ რომ ეხლა კომფორტულია, ხო, აგერ ბიჭები გეუბნებიან, აბა ეხლა შევედით long-ში, აბა ეხლა გავშორტეთ. ჩემი ხედვით თავისთავად გქონდა მაგ პერიოდში და ჩემთვის ხსნიდი ტრეიდერს, მაგრამ უკვე როცა არწმუნებული ხარ ბიჭების პროფესიონალიზმში, ცოტა მეც რისკავ. მე უკვე ჩემით რომ ვაგრეთ გავაგზელე ტრეიდი, ცოტა შევამცირე, თავისთავად შევამცირე, იმიტომ რომ ეგრე იყო საჭირო. და გაამართლა რა სხვათა შორის ეს არია რომ ეს ერთ თვეში თუ მე რო დავითვალე 28 დღე იყო. აი 28 დღეში რა $10,000 რამდენი დოლარის ინვესტიციით გააკეთე? სხვათა შორის ანუ ცოტა თავიდან მაღაზიას ვისაუბრე ხო რომ თავიდან მქონდა რომ აი ცუდი პერიოდი რომ წამომივიდა
ბევრ აკაუნტს წავდი და ალბათ 3 evaluation წავდი სანამ ერთ ფანდეზე გადავიდოდი. ეხლა უკვე მაქსიმალურად ვცდილობ რომ შევამცირო რა ეს evaluation-ების რაოდენობა და საკმაოდ კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ სავარაუდოდ ზუსტად ვერ გეტყვი, მაგრამ ალბათ 5 evaluation-ი დამჭირდა რომ 3 ფანდედი და გამომეტანა აი ამდენი payout. რაც ჩემთვის $500-ით $10,000 გააკეთე. რავი. ხო რა და კი, დაახლოებით არა, ხო ეგრე გამოვიდა. კი და მაღაზიაზე მინდა ვიმუშაო ზუსტად რომ თვეში საშუალოდ რამდენ ტრეიდს ხსნი? მარჯის რაოდენობა თვეში ხო, ეგ ცოტა პრობლემატური არის, იმიტომ რომ ვცდილობ შევამცირო. ალბათ კვირაში 4-ს. შეიძლება 5-საც, მაგრამ არ არის ეგ კარგი და მეც ვიცი რომ არ არის კარგი. და აუცილებლად შევამცირებ მაგის რაოდენობას. კაი, მე მინდა რომ ხალხმა გაიგოს, კარგად შენ ახლა 6 თვეა ჯერ აქ ხარ რა. 6 თვე მართლა ცოტა დრო არის იმისთვის რომ შენ ამდენი რაღაცა ეკეთებინა და მოგესწრო რა. მაგრამ აი შენს გეცოდინება ახლა. აი რამდენად მნიშვნელოვანი არის შენი სტატისტიკის ცოდნა. რომ იცოდე, როდის ხარ ცუდი, როდის ხარ კარგი, შეეგროვა ინფორმაცია შენს ტრეიდინგ სტრატეგიაზე. აი რამდენად მნიშვნელოვანი არის ეგ? და რატო არის მნიშვნელოვანი შენი აზრით? ხო, ანუ შენ უნდა იცოდე საკუთარ თავს. რა დღეებში არის შენთვის კარგი მარკეტი და რა დღეებში არ არის. იმიტომ რომ ხო ცოტა უცნაურად წერს, ხო? ყველა ადამიანი თავისებურია და ყველა ადამიანი შეიძლება სხვადასხვა დღეებში ესე იგი მისდიოდეს ვაჭრობა, შეიძლება სხვადასხვა დღეებში არ მისდიოდეს, მაგრამ მართლა ეგრე არის. რომ შენი საკუთარი თავის ის უნდა იცოდე, იმიტომ რომ მაინც ინდივიდუალურია რა. შენი შეიძლება PM-ზე უკეთ ვაჭროს, ვიღაც შეიძლება ლონდონზე უკეთ ვაჭროს, იმიტომ რომ ეს თვითონ სპეციფიკა აქვს დამოღამებული როგორც PM-ისა, ისე ლონდონის. ხო, აი შენი თავის რამდენად გჯეროდა რომ აქამდე მოხვიდოდი. და აი გახდებოდი მით უმეტეს რავი, ტოპ სტუდენტი რა. მე მჯეროდა იმის რომ ძალიან დიდი მონდომება და ინტერესი მქონდა. და ეგ დღემდე მაქვს და კიდევ უფრო მიგვივდები. თავიდან რა წარმოდგენები გქონდა? არ მიფიქრე, ხა ნამდვილად არ ფიქრობდი რა. იდეაში თავიდან რომ დავიწყე პირველ ორ კვირაში ესეთი ის მქონდა ჩემთვის მიზანი, რომ ანუ გადადებული მქონდა დაახლოებით $100 თვეში evaluation-ებისთვის, რომ მე აი $100 გადავდე თვეში, სანამ ამ იმას ვაჭრობას არ ვისწავლე. მაგრამ ნამდვილად ვერ ვფიქრებდი, რომ პირველივე თვედან საშუალოდ $1,500 გამომქონდა და ბოლოს ამ თვეშიც ხოჭაღი ასე. მაგას ნამდვილად არ ვფიქრობდი. ალბათ ეგეც მონდომების ის იყო რა, პროფესიული. ხო, კი, ზუსტად ანუ არ ფიქრობ შედეგზე, ფიქრობ პროცესზე ხარ ორიენტირებული და ის შედეგი თავის თმოდის რა. როგორ გაიგე რომელიც ესე იყო შენთვის კარგია? მე ვიცი რომ ბექტესტს აკეთებდა. აბა, გისმენ ამაზე უხსხე. ბოდიში როგორ? ვერ გავიგე? როგორ გაიგე რომელიც ესე იყო შენთვის კაი სატრეიდო? ნუ ხო, ეგეც იდეაში მე პირდაპირ ასე რომ ვთქვათ AM-ს მივახტი, იმიტომ რომ ყველაზე მაღალბათობიანი AM-ი არის. მე ვცდილობ რომ სხვისი გამოცდილება მე გამოვიყენო რა. მე თუ ვიცი რომ AM-ი არის ყველაზე მაღალბათობიანი და თუ დამწყები ვარ, რატომ უნდა ვითრეიდო სხვა სესიები, ხო? ჯერ AM-ს დავხვეწ და მერე ვიფიქრებ. ჯერ იმ time frame-ებს დავხვეწ, რაც ყველამ ვიცით რომ ძალიან კარგი არის 4-15-1 და მერე ვიფიქრებ სხვა თუნდაც quarterly იქნება, თუნდაც სხვადასხვა ისინი რა ქვია, თუნდაც retail მოვაჭრეების ინდიკატორები, EMA იქნება ეს თუ სხვა რაღაცა. ჯერ რაც ვიცი რომ ამართლებს და უნდა დავხვეწოთ ის. ეს ეხება ბექტესზე რამდენი ხანი დაგჭირდა მუშაობა სანამ რომ დაგემოღამებინო? ხო, ნუ აი ალბათ პირველივე თვეს მივხვდი რომ უკვე რაღაც პროგრესს განვიცდიდი და ბექტესტმა შემძინა ის თავდაჯერებულობა ფოტოშორის. რა თქმა უნდა დამატებით ახლა აი ბიჭებმაც შემძინეს თავისთავად. მაგრამ ბექტესტმა ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემი თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებაში რა. 2 თვე, 3 დღემდე ვაბექტესტებ იდეაში. ბოლო 1 თვე შევეშვი, იმიტომ რომ ჩემი კონცენტრაცია მინდოდა live market-ისთვის გადამეტანა. მაგრამ ალბათ განვაახლებთ, იმიტომ რომ ამ 1 თვეშიც არის რაღაცეები რისი გაუმჯობესებაც გინდა. შეიძლება.
ხო, კი. ბაზარი ანუ 6 თვეში ესეთი დრო არის, რომ ამ დონემდე რომ მოხვედი ძალიან მაგარია. მაგრამ ანუ კიდე გექნება შენ თავში რაღაც ისეთები, რისი გამოსარებაც გენდომება რა. ანუ ნენელა ის თავდაჯერებულობაც უფრო მეტი და მეტი მოვა რა. დროთა განმავლობაში, ანუ მაგ პროცესს ვერ დააჩქარე ფიზიკურად რა. რამდენია შენი საშუალო risk reward-ი? აი ესეთი კითხვა იყო. ცდილობ იყოს 1-2-თან, იმიტომ რომ ეს უკვე აი ეს უკვე შენ როგორც აღნიშნები, რომ შემა პიროვნულმა სტატისტიკამ ეს შემიქმნა მე რომ ბექტესტმა მიჩვენა, რომ 1-2-თან მიმართებაში ჩემი win rate-ით უნდა იყოს 1-2-თან მიმართებაში, სხვა შემთხვევაში ისეთ პროფიტს ვერ დავდებ, რის დადებას მინდა რა. 1-2-თან ცდილობ მაქსიმალურად, რომ 1-2-თან იყოს 1.7-თან უკვე partially ავიღო, ამაზე ნაკლებით ნამდვილად არა. კაი, ეხა ძალიან კაი რაღაცა იკითხა ნიკამ და მინდა რომ ეს დამწყებია და მინდა რომ კაი პასუხი გავცეთ, რომ ყველამ გაიგოს. ეხა რამდენი კაცია? 250 კაცი არის რა. ევალზე ვაჭრობით ხო შეიძლება მიიღო იგივე გამოცდილება, რაც backtesting-ის დროს შეიძლება მიიღო. აი, აქ რა შეცდომა დაუშვა ნიკამ? რა ესე ვიტყვი. დიდი მაინც არის განსხვავება ევალსა და ბექტესტ შორის. ბექტესტზე 7-ად ხარ, არაფერზე არ დარდობდა, აი წააგე, მე რა. ერთ დღეს დავაჭერ, შემდეგ იდღი არის, ეს უკვე დავასწრებულია. evaluation-ზე არის ემოციური. ასე რომ ვთქვათ, გზა რომელიც უნდა გადალახო პრობლემები, რომელიც უნდა გადალახა აუცილებლად შეხვდება. ბექტესტი სულ სხვა რაღაცას გძენს, იმიტომ რომ evaluation-ზე შენ ერთ თვეში რო გამოცდილებასაც იღებ ჩარტინგის გამოცდილებას, იმას შენ ბექტესტზე შეიძლება 1 საათში მიიღო. სხვადასხვა რაღაცები არის. ორივე საჭიროა ჩემი აზრით. ხო, ანუ მეც ვეტყვი ამაზე რა. ეხა ის რო evaluation-ზე იგივე მარკეტია რაც backtest-ზე, ხო? კი, ანუ მარკეტი იგივე არის რა. მაგრამ live market-ზე forward test ვეძახით მაგას რა. live market-ზე შენ ფიზიკურად 1-2 წლის სტატისტიკას შენსას ვერ შეაგროვებ, როგორც backtest-ზე შეგიძლია მოკლე დროში. ხო? ლოგიკური არაფერი არ არის ამაში ისეთი რაღაცა რა. რო გატესტავ მარკეტზე ბოლო 2 წელიწადს, ხო? შეგიძლია გააკეთო რავი, 2 კვირაში, 3 კვირაში ვაკეთებდი ხოლმე მაგას რა. თუ შეგიძლია backtest-ით ამდენი data შეაგროვო. forward test-ი და evaluation-ზე მაგნეს როგორ გააკეთებ, ხო? 1-2 წელი სტატისტიკის შესაგროვებლად evaluation-ებს ხო არ იყიდი? ჯობია backtest-ი გააკეთო, დარწმუნდე შენ შესაძლებლობებში, იმიტომ რომ თავდაჯერებულობას გაძლევს ეგრეთ გვარს რა. როდესაც გაიგებ backtest-ზე რომ შენი სტრატეგია გრძელვადიან პერსპექტივაში მუშაობს, ხო? პოტენციურად რა შეიძლება live market-ზე გადაიტანო, იქ გეცოდინება და ვეროდ უფრო თავდაჯერებულად შეხედავ. მაგიტომ არის power-იც ამ დონეზე ჩემი აზრით, რომ backtest-ი აქ ისე ნაკეთები, რომ იცის, რომ რასაც აკეთებს გრძელვადიან პერსპექტივაში პროფიტული არის რა. backtest-იც თან ისე უნდა გააკეთოთ, აგერ ზურამას დაწერა და ვიტყვი ბარემ, ისე უნდა გააკეთოთ, როგორც რეალურ მარკეტზე იტრეიდებდით. ის backtest-ი არ არის გასართობი ადგილი და თქვენ დატოს და თქვენი ფეროლოგების შესაძლებლობები და ისა, liquidity-ის მონიშნები. არა, იქ უნდა იტრეიდოთ ისე როგორც რეალურ მარკეტზე იტრეიდებდით, რომ თქვენი შესაძლებლობა დატესტოთ. აჰა, კი რა. მიშა, კითხვები არა გაქვს? მე ვიცი რა კითხვები გაქვს. კითხვები ანუ კითხვებზე რა კითხვები გქონდა იდეაში საბამ სალამი კიდევ ერთხელ რა კითხვები გქონდა იდეაში საბამ ყველაფერზე ამომწურო პასუხი გასცა ერთს დავამატებ რომ ანუ მეც რამოდენიმე თვე არის უკვე რა 6 თვე ცოტა მეტი რაც ამ კომიუნიტიში ვარ და საბას კარგად ვიცნობ და ეს გაკეთებული ერთ თვეში გაკეთებული $1000 არის ალბათ ყველაზე დიდი ძალის ხმებით და ენერგიით და მონდომებით გაკეთებული ფული, რაც კი მე მინახი. და ეს მარტო მის დამსახურება არის, ეს ბიჭების დამსახურება არის. ბის, სანჯის და პაწუს დამსახურება, რომელმაც ეს ამ ყველაფრამდე ეს ადამიანი მოიყვანეს. ამიტომ იმ 254 ადამიანს მიმართავ, რომლებსაც ალბათ ნახევარზე მეც არ აქვთ ნაყიდი და მაინც გინდათ რომ ამ შედეგს მიაღწიოთ. ბიამაში ფულს არ მიხდის ამ რეკლამაში, მე ამას უბრალოდ ვამბობ. უბრალოდ ვამბობ, რომ ეს არის ნამდვილი გასაღები და სწორი გასაღები იმისთვის, რომ
პროფიტული გახდეთ ტრეიდინგში. იმენა ყველა ინტერვიუს ეს რაღაცებს ლაპარაკობენ, მარტო მოსყიდული ეგონებით ვიღაცას. არა, მე ჩემი მოსყიდვა ძნელი არის და მაგიტომაც. ერთი კითხვა მაქვს საბა სამომავლოდ ეხლა ვიცით რომ ანუ ბევრი რაღაც ლაპარაკე, ბევრი რაღაცა ჩამოთვალეს სამომავლოდ როგორ გააგრძელებ, რა მიდგომით გააგრძელებ ტრეიდინგს და როგორი იქნება შენი მომავალი გეგმები. მუშაობ, ვთილობ რომ აი ეს კვირაში 7 ტრეიდი ძალიან ბევრი არის რეალურად რა. ნერვები ჭირდება. ტრეიდების რაოდენობა უნდა შევცვალო აუცილებლად და აკაუნტების გაზრდა. ნუ რა თქმა უნდა, ყველა სამომავლო მიზანი ბოლოს ეგ არის თავისთავად. ხო, ნუ ეგ მაგას ვფიქრობ რა. ტრეიდების რაოდენობა ხარისხი უნდა აუცილებლად. ჟურნალს თუ აწარმოებსო კითხეო. აკაუნტების რაოდენობა. ჟურნალი სხვათა შორის ძალიან კარგი რამე არის, რასაც თავს ვარიდებდი მთელი ეს პერიოდი. ეხლა დავიწყე ბოლო 2 კვირა არის და იმედია შედეგს დადებს რა. ხო არა, შედეგი არ დაგიდი აქამდე კაცო, იმედია რამეს იზავრად. ეხლა, მოდი, ესეთი რაღაც დარწმუნებული ვარ ხალხს უფრო აინტერესებს. რა იყო შენი payout-ით შეძენილი რამაც გაგახარა? აი payout გააკეთე და რაღაც ყიდვა გინოდა. ყოფილა გით რამე? კი, მაგრამ თითქოს და რაღაც ის ცვლილებში ვიხარჯება, რომ ის პრინციპში მაშინ გერმანიაში ახალი გადმოსული ვიყავ საზღვარგარეთ. და კიდე გადაიხადა. ავეჯი და რაღაც ევიყიდე, იმიტომ რომ ყველაფერი ცარიელი გხდება და ძალიან უაზრობა არის. ავეჯი ვიყიდე მეგობრებო, რამე? ავეჯი იყიდა. აი შენი მომავლის გეგმა რა არის? უკეთესი ავეჯი ვიყიდო. კაროჩე ავეჯიო. აკაუნტების კაპიტალის გაზრდა რა. და ამ საქმეში უფრო დახვეწა. ფექტებს სადაკეთებთო იკითხეს დედა. FX Replay-ზე. FX Replay-ზე ვაკეთებ ეს მომენტს ეგ. სხვა პლატფორმა არც ვიცი პრინციპში. აი, მოდი ამ რეკორდინგს დავასრულებ.